აჭარაში საზღვაო მაშველების რაოდენობა იზრდება. ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა მართვის სამსახურში ვაკანსიებზე კონკურსი უკვე გამოცხადდა. დასაქმება სეზონურია და ის მხოლოდ ზაფხულის პერიოდს მოიცავს. ტურისტული სეზონის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე სამაშველო სამსახური სანაპირო ზოლზე ტივტივებს ჩაყრის. მაშველობის მსურველები ფიზიკურ მომზადებასა და ცურვაში სპეციალურ ნორმატივებს აბარებენ. ნორმატივების შედეგებზეა დამოკიდებული თუ ვინ გახდება საზღვაო მაშველი. მსურველთა შორის არიან ისეთები, ვინც ამ სფეროში უკვე წლებია მუშაობენ. 2 წელია უკვე რაც მაშველი ვარ და წელსაც გადავწყვიტე რომ იმეყო მონაწილეობა. ნორმატივების საშუალოა, არაა ისეთი რთული და გაუკეთებელი, ყველა მაშველმა უნდა ჩააბაროს ეს ნორმატივები, იმიტომ რომ აუცილებელია, იმიტომ რომ აბარია ადამიანის სიცოცხლე გადასარჩენად. მეორე ეტაპზე გადასული მაშველები 5 დღის განმავლობაში პირველადი სამედიცინო დახმარების კურსს გაივლიან, რის შემდეგაც 120 ადამიანი ხელშეკრულებით მინიმუმ 4 თვით დასაქმდება. მათი მოვალეობა აჭარის სანაპირო ზოლზე არსებულ პლაჟებზე დამთვრენებელთა უსაფრთხოების დაცვა იქნება. დღეს არის კონკურსის პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავს ფიზიკურ მონაცემებს და ცურვას. მეორე ეტაპში გასულები უკვე გაივლიან პირველადი დახმარების კურსებს და ამის შემდეგ ვინც გადალახავს მეორე ეტაპს, უკვე გასაუბრების შემდეგ შეუდგებიან თავის საქმიანობას. განთავსდებიან სარფიდან დაწყებული ჩოლოქამდე 120 მაშველი. 40 მაშველი მოემსახურება წელს ქობულეთის პლაჟს, რომელიც რეგიონის სანაპირო ზოლზე ამ დრომდე ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური იყო. წინა წელთან განსხვავებით წელს გვეყოლება 10 მაშველით მეტი, დაახლოებით 40-მდე მაშველი გვეყოლება ქობულეთის ზოლზე. თავისთავად 10 კაცით უფრო ეფექტურად გავაკონტროლებთ, დაემატება დაახლოებით 4-5 საგუშაგო და რაც საშუალებას მოგცემს უფრო იოლად და უფრო ეფექტურად შევასრულოთ მოვალეობა. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით სამაშველო სამსახური სანაპირო ზოლებში ტივტივების ჩაყრას იწყებს. ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ტივტივებს კი ზღვაში უახლოეს დღეებში ჩაუშვებენ. მოახლოეს 10 დღის განმავლობაში ყველა ტივტივა უკვე ზღვაში 50 მეტრის მანძილზე უკვე ჩაიდება წყალში. სარფი ქობულეთის მიმართულებით იქნება ყველა 200 მეტროში ჩადებული ეს ტივტივა მანიშნებელი. კონკურსში მონაწილეობა სულ 180 ადამიანმა მიიღო. გასულ წელს აჭარის სანაპირო ზოლს მხოლოდ 100 მაშველი ემსახურებოდა. წელს კი სარფიდან ქობულეთამდე არსებულ საგუშაგო კოშკებს 20 მაშველი დაემატება.